ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთთან კონსტრუქციულ დიალოგს ემხრობა. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ჩინეთთან კონსტრუქციული და დაბალანსებული ურთიერთობებისკენ უნდა ისწრაფოდეს. ბრიუსელისა და პეკინის ინტერესებშია ურთიერთსარგებლისა და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარება. ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის 50-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღი შეიძლება ურთიერთობების გაღრმავებისა და დაბალანსებისთვის იყოს გამოყენებული. ჯერა ჩინეთთან ჩვენ კონსტრუქციული თანამშრომლობა უნდა გქონდეს, რათა ვიპოვოთ გადაწყვეტილებები ჩვენი ორმხრივი ინტერესის შესაბამისად. 2025 წელს ჩინეთთან ევროკავშირის დიპლომატიურ ურთიერთობებს 50 წელი უსრულდება. ამას განვიხილავთ როგორც შესაძლებლობას ჩავერთოთ და გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები ჩინეთთან და სადაც შესაძლებელია გავაფართოვოთ კიდეც ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები. დროა მივყვეთ ჩინეთთან უფრო დაბალანსებულ ურთიერთობებს, სამართლიანობისა და ურთიერთგაგების სულისკვეთებით.